მშვიდობის მეგობრებო, შეგეწიოთ. წირვის მადლი. ყველა ღვთისმოშიშ და ღვთისმოყვარე მართლმადიდებელ ქრისტიანს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. შეგეწიოთ წმინდა გაბრიელ ფერი აღსარებელი და სალოსი. ბედნიერი და წარმატებული დღე მოგმართოთ. ორიოდე სიტყვით მინდა ეხა კომენტარი გავუკეთო, რამდენიმე კითხვა იყო და ნარატივი იყო ერთ და იგივე ადამიანების ამ არაბიზაციასთან დაკავშირებით. ჯერ ზოგადად დავიწყოთ იქიდან, რომ კაია თუ ცუდია, ვიღაცები ამბობენ, რომ მან საფრთხეს ვერ ხედავ. და ამ ადამიანებს ქვიათ ქრისტიანები და ამ ადამიანებს ქვიათ ქართველები. მოდი აქედან დავიწყოთ, რომ რა ხდება, პირდაპირ განგვიცხადეს ის ინვესტორი გამოიყვანეს და თქვა ამ ადამიანმა, რომ სადღაც 60%-ო უცხოელებს, არაბებზე და სხვა უცხო ტომელებზე გაიყიდება. და სადაც 60%-ს ამბობენ, 60% კი არა, ბევრად მეტი და დიდი ალბათობით 95% და შეიძლება კიდე საერთოდ 100%-იც გაიყიდოს ზუსტად არაბებზე და უცხო ტომელებზე. იმიტომ რომ რაც მან ფასები იქნება, ერთ საქართველოში ქართველი აღარ დარჩა. არც მუშახელი და არც სყიდველ უნარიანობით მქონე ადამიანები, ვინც მაგას იყიდიან. და ეს არის ინვესტიციაო და კარგი არის. საქართველო არ არის მარტო მიწა და საქართველო არის მარტო მთები და საქართველო არის მარტო ეს ადგილი და ტერიტორია. საქართველო არის პირველ რიგში ადამიანები, ჩემო ქართველები. და ეს საქართველო და ეს ქართველები ქვეყნიდან გაასახლეთ. სოციალური ოკუპაცია მოუწყეს არსებულმა ხელისუფლებამ ქართველ ერს გაასახლა ქვეყნიდან და დღეს მეუბნებია, რომ ინვესტიციას ვდებო და ვის თვისდებთ ამ ინვესტიციას? ვინ უნდა იცხოვროს აქ? თუ კი ქართველები არ იქნებიან, რაც არ გინდა აშენდეს, რაც არ გინდა გაკეთდეს, ეს კარგი რო არ იქნება, ამას კითხვა უნდა. არ უნდა თავისთავად კითხვა და ეს თავისთავად ცუდი არის და თავისთავად არასწორი არის და მიუღებელია და დამღუპელი არის პირდაპირ გეტყვით ჩვენი ქვეყნისთვის ეს თუ მოხდება. ვინც გამოდიხართ და მაგ ყველაფერს ამართლებთ, რა პასუხს აძლევთ ჩვენს წინაპრებს, ვინც ეწირებოდნენ უცხო ტომელთა შემოსევებს და იმას, რომ საქართველოში არ დასახლებულიყვნენ და მაგ არ ქონოდათ ქართული მიწა მათ ხელში არ ყოფილიყო. რა პასუხს აძლევთ? რომ დადგებით ხოლმე იქ 2 მეტრიანი სანთლებით და ვახტანგ გორგასლის, ერეკლე მეფის, დავით აღმაშენებლის საფლავებთან რო დგებით, დავითის საფლავთან როგორ დადგებით 400 წელი არაბები რო იყვნენ თბილისში და დავითმა რო დაამთავრა მაგათი ბატონობა. და დღეს რო ყიდით ქართულ მიწას, რა პასუხს აძლევთ? და რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ეხლა? მარტივად რო ავხსნათ. რას თავაზობდნენ? ანუ ის არაბები განსხვავდებოდნენ ამ არაბებისგან. აი მე ესენი კეთილთვისებიანი, კეთილი თანამედროვე არაბები არიან. თუ რა ხდება, ანუ რატო იბრძოდა ჩვენი წინაპარი ამიხსენით, აი ძალიან ესე წყნარად შვიდათ იქნებ მე ვერ ვერკვევი და ჩვენ ვერ ვერკვევით ამ ამბავში. რატო ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მაგ ყველაფერს, რასაც თქვენ დღეს ტაშს უკრავთ და ყვირი ხართ წარმატებები ბატონობიძინა. რა ხდება? ანუ ჩვენ ვარ ძალიან პატარა ერი ხალხი, ძალიან ცოტანი ვარ. 3 მილიონი რაღაცა არის სტატისტიკით და აქედან მე მგონი სულ ეთნიკურად ქართველი არის 1,5 მილიონი თუ აღარც ვართ მაგდენ. და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე დიახ, ეხა ვიღაცა მეტყვის ნაცისტი ხარ, ვიღაცა მეტყვის ფაშისტი ხარ, ფაშისტებიც ხარ, ნაცისტებიც ხარ და თქვენი არასწორიც თუ ძალიან გაინტერესებთ. მე ნაცისტი და ფაშისტი კი არა. ქართველი ერის და საქართველოს მოყვარული ადამიანი და ჩემი სამშობლოდ, ჩემი საქართველო მოყვარს ქართველები და არა საქართველოს ტერიტორიებით და მთებით იქ არაბები თუ დასახლდება. გესმით? ეს მიწა, სადაც ახლა ვარ, სისხლით არის მორწყული. ქართველი ჩვენი წინაპრების სისხლით არის მორწყული, რომლებიც ეწირებოდნენ მაგ ყველაფერს, რასაც თქვენ ყიდით. ეხლა პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის თანაბრად გამყიდველია ის ხელისუფალი, ვინც ხელს მოაწერს, რომ ქართული მიწა გადაეცეს
არაბი იქნება ეს ჩინელი თუ პაკისტანელი და ის ადამიანიც ვინც 200 ლარად გაიყიდება თავის ხმას გაყიდის და აი ეს ხელისუფლებას დაუდგება და მხარს მისცემს. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მაგას ვიღაცა 2 მილიონად გაიყიდა, ვიღაცა 200 ლარად, ვიღაცა 20 ლარად. ხო, ეს ეხლა მე რა კითხვას უნდა გავცემეთ კი პასუხი რო გითხარით, იქ იყო ტროლების ის იყო შემოსევა და ტროლების იქით კითხვაც ისმებოდა რომ სად არისო ალტინფო კონსერვატორები რატო არ ითხოვენო მეცნიერება სატირალი რო არ იყოს რატო არ ითხოვენო ხელისუფლების გადადგომასო და სად არის საპატრიარქო მე ვერავის მაგიერ ლაპარაკს ვერ დავიწყებ მოდი პირველ რიგში საპატრიარქოდან დავიწყებ ყველა იქ არსებობენ უდემთავრები არსებობენ სასულიერო პირები და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველას უარყოფითი რეაქცია და პასუხი აქვს ამ ყველაფერზე რაც ხდება და დარწმუნებული ვარ რომ ცდილობენ რომ აი ეს ყველაფერი რასაც დიდი არაბობა და დიდი ის ქვია ქართული მიწის გასხვისება გაყიდვა ქვია რაღაც მოქმედება იქნება მათი მხრიდან და შეიძლება არ იყიდევაც რაც არ ვიცით ახლა ესე პირდაპირ გაცხადებულად არ ხდება ხო მაგრამ მოდი ასე ვთქვათ მეც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ვარ და ჩემთან ერთად კიდე ათობით სასულიერო პირი რომელიც გამოდის და ამბობენ ესე ხმამაღლა რომ ეს არასწორია და ეს არ უნდა დაუშვათ გარდა ამისა ყველაზე მთავარი მაღალი იერარქი ამ ქვეყანაში ვინ არის პატრიარქი არის თუ არა არ ასნობთ პატრიარქად მის უწმინდესობას პატრიარქის ვიდეო დევსა მთელმა საქართველოს ნახა სადაც იძახის რა მნიშვნელობა აქვს ახლა ადამიანი დაუზრუნდა და 5 წლის წინ თქვა თუ ახლა იძახის გასაგებად იძახის უწმინდესი ქართული მიწა არ გაყიდოთო და არავის არ აქვს უფლება მიწის გაყიდვისო არც მეფესო არც პატრიარქსო და არც მღვდელმთავარსო ხო იძახის მერე ხელისუფლებამ რო დაგიანოსათ მიწების გაყიდვა არაბებს და თქვენ გაეკანეთ და მაინც მაგას დაუჭირეთ მხარი ეხა ყვირი ხართ სათავეში ჩაგვიდეკითო და ვის ჩაუდგე სათავეში 200 ლარებზე გაყიდული ხალხისგან ბაღტრიონი არ კეთდება ჯერ ეს ერთი და მეორე კიდე ეკლესია არის ინსტიტუცია და სადაც ყველა თეთრი შავი ცოდული და უცოდული ყველა მოდითო ჩვენ ყველას ვიღებთ და ესე რაღაც აჯანყებას და რაღაცა ეგეც ვერ მოაწყობენ მე შეიძლება გამოვიდე კონკრეტულად როგორც რიგით სასულიერო პირი ჩემთან ერთად კიდე სხვები და გამოდივარ და ჩვენ გულის ტკივილს ვაფიქსირებ და ვისაც რა შეუძლია ყველა აკეთებს როგორც გითხარით მაგრამ ანუ შენ უნდა წახვიდე 200 ლარად გაიყიდო და ჩვენ კიდე უნდა მე რავი გამოვიდეთ და რაღაცა ჯანყება მოვაწყოთ ეს გინდა ეს არის სწორი და მართალი და კიდე რა ნამუსით ამბობთ ალტინფოზე და კონსერვატორებზე კონსერვატორების მეტი ხმა არავის არ მოუღია ეხა ვიღაცები გამოვლენ და მიწერებენ მაგათ იდეებს და მაგათ ლაპარაკს მთელი ამდენი ხანია თვეებია 6-7 თვის ერთი წლით ადრე იძახიან რომ ეს რაღაცა ხდება და გვიახლოვდება და ხალხო გამოიღვიძეთ და კიდე მაგათ წინააღმდეგ ლაპარაკო ეს ხო უსინდისობა და უნამუსობა და უსიცხვილობა არის ხო აი ამ ხალხზე თუნდაც ეკლესიას და თუნდაც ამ ბიჭებზე რომ გაიშვიროთ ხელი და ხმა მოიყო მაგრამ ეს რა არის იცი თქვენი პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მაგრამ ეგ არ გამოგივათ ხალხო იმიტომ რომ შენი გასაკეთებელი არის ყველას ჩემი გასაკეთებელი არის და ეხლა მაგების დრო არ არის სათავეში ჩაგიდგე კი არა და ჩაუდგეთ კი არა ყველამ ხმა უნდა ამოიღოს და გითხრათ ვინ უნდა ამოიღოს პირველად აი უპირველესად ოცნების მხარდამჭერებმა უნდა ამოიღოთ ხმა აი მე დაგიდგებით ჩვენ თქვენ პასუხისმგებლობა არის თქვენ კი სერზეა ის რაც ხდება და რაც მოხდება თუ ეს მოხდა და თქვენ აგებთ პასუხს მაგ ყველაფერს გესმით იმიტომ რომ არ დაუჯერეთ პატრიარქს რომ ქართული მიწის გაყიდვა არ შეიძლება და დღესაც გამოდიხართ ვითომ ჩოხებით რომ დგებით ვიღაცები და თავი მაგარი ქართველები გონიათ და თურმე მე ვერ ხედავ ამ ყველაფერში დიდ საფრთხეს თქვენ უსინდისოებო თქვენ რა საფრთხეს ვერ ხედავთ აბა მაშ ჩვენი წინაპარი რატო იხოცებოდა და რატო ეწირებოდნენ ამ ყველაფერს გეკითხებით ანუ გიჟები იყვნენ ისინი რამეს პასუხი რა საფრთხეს ვერ ხედავთ პატრიარქმა რო თქვა რომ არ გაიყიდოს ქართული მიწაო და თქვენ კიდე მაინც რომ ხარი დაუჭირეთ მაგ მიწების გამყიდ ხელისუფლებას როგორ არის ეგ ამბავი ასე რომ
სადა ხართო გამოდითო და სადა ვართ აი ტაძარში ვართ და ვლოცულობთ და სიმართლეს ვიძახით და გამხეთ პირველ რიგში თქვენზეა ვინც ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მიეცეთ პირველ რიგში ეგენი რო გამყიდველები არიან ხმამაღლა იძახიან რავი მაგაც აღარ ვლაპარაკობ და რა მაგა დანაშაულებებზე აღარ ვლაპარაკობ მაგრამ თქვენზეა ზუსტად ეხა გამოსავალი რაში არისო მარტო ხილებაზე რო არის გამოსავალი არის იმაში ჩემო კარგებო ჩემო საყვარლებო და ჩემო მშვენიერებო ქართველებო ისაც ქართველები ქვია და ვინც კიდე ქართველები დარჩით რომ ეხა დრო არ არის დაყოფის ეხა დრო არ არის ერთმანეთის ბრალდებების ერთმანეთს ხელს მივცეთ ხარი მხარს მივცეთ და ნიშნულობა არ აქვს ნაცი ხარ კოცი ხარ კონსერვატორი ხარ თუ ვინა ხარ საქართველოს ყველასია და ვისაც ქართველი ქვია ყველამ ხმა უნდა იმაღლოს ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგ და უპირველესად ვინ უნდა დაიწყოსო რო ამბობთ ოცნების ხარდამჭერება უნდა დაიწყო თქვენ უნდა დაიწყო თუ კი რაიმე პატარა ღირსება და ქართველობა შეგრჩენიათ იმიტომ რომ თქვენი პასუხისგებლობა ის ყველაფერი რაც ხდება დღეს აი ეს არის ჩემი სიტყვა და ჩემი ლოცვა კურთხევას და ჩემი პასუხიც იმ კომენტარებზე ვიღაცები რო გამოხდით რომ სადარიანო ეს ალტიმფეულებიო რა ნამუსით ბიჭო რა ნამუსით თქვენი უნამუსო და არასწორი მეცინება სატირალი რო არ იყოს და კიდე ვექტორის გადატანა რო გინდათ იქითკენ პატრიარქის ვიდეო დევს სადაც ის გარკვევით იძახს რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს მაგრამ თქვენ 200 ლარის გულიზე მხარი დაუჭირეთ ქართული მიწის გამყიდველებს ასე რომ ნება იბოძეთ ეხლა გამოდით და მოსთხოვეთ თქვენ არჩეულ ხელისუფლებას რომ არ გაყიდონ ყველაფერი ან ისეთი კანონი მიიღო რომ რავი აშენდება თუ რა იქნება მაგრამ მან ვერ შეძლონ არაბები იქნებიან თუ ვინ იქნებიან მან ჩასახლა და ვინც ამბობთ რომ კაი იქნება თქვენს თავში ჩამახედა რა ხდება იმ არაბების დასახლებას მეჩეთები არ მოყვება მუსულმანური სკოლების გახსნა არ მოყვება და ეს ყველაფერი რაც გამოიწვევს რა ხდება ინგლისში რა ხდება ევროპაში გადახედა ჩვენ ბევრად ცოტანი ვართ ხალხო გაიღვიძეთ სანამ დრო არის გაიღვიძეთ და ზღაპრების მოსმენას თავი დაანებეთ საქართველოს გაუბრწყინდებით კი არა ჭაობში მივდივართ და თუ აზრზე არ მოვდა თუ ჩვენი პასუხისგებლობის აღებას არ ვისწავლით კიდევ უფრო დიდ ჭაობში ჩავარდებით აი ეს არის სიმართლე ერთმა დაგლოცო და გაკურთხო და მერთმაინებოს ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის გამოღვიძება და სიმართლე გვიყვარდეს რომ დავინახოთ არაუშავრო დადექი არასწორ გზაზე დგეხარ დაუშვეთ ტას უკრავდი ხელისუფლება თუ ვინც არის გამოდი ეხლა და მოსთხოვე მიდი რა ვიცი თუ გინდა საკრებულოში თუ გინდა პარლამენტში და უთხარი რომ რას აკეთებ მე შენ აგირჩიე მაგრამ რატომ იყიდი ქვეყანას ჩემი წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას მაგრამ შენს თუ მაგაზრზე ხარ მაშინ შენთვისაც მზადდება ის რაც იმ ხელისუფლებისთვის ვინც გაყიდა და კაი არაფერი არ მზადდება განსასწრელი იქნება ძალიან დიდი ჩვენ თუ ამას დაუშვებ ჩემი კვეთრად გამოხატული პროტესტი ამ არაბული ქალაქების აშენებას და მოწოდება ხელისუფლებას შეაჩერეთ ეს ყოველივე ერთმა დაგლოცოთ და მეთქმა გაკურთხოთ ღირსეული ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიშო მართლმადიდებლო ქართველები